როდესაც ჩვენ გვესაუბრებიან, რომ ადამიანი თურმე შეიძლება ცხონდეს თავისი კეთილი საქმეების გამო მხოლოდ სინდისის მიხედვით, ჩვენ უნდა შევახსენოთ ეს ღვთაებრივი პავლე მოციქულის სიტყვებიც, ასევე შევახსენოთ იოანე ოქროპირის სიტყვები და თეოფილაქტე ბულგარელის, რომელიც პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ადამიანები დაისჯებიან, სწორედ რომ თავისი სინდისისა გამო და სწორედ რომ უკანასკნელსა ჟამსა მოხდება მათი განკითხვა. აი ამ თემას უნდა მოვაბათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ასევე თანამედროვე ეკუმენისტების მიერ შემოგდებული თემა გახლავთ, სწორედ რომ ეგრეთ წოდებულ ბალამანდის უნიაზე, სადაც ამ ბალამანდის დოკუმენტში კიდევ ერთი სრულსწავლება იქნა წარმოჩენილი და ეს გახლავთ ნათლობის ღვთისმეტყველების თეორია და აი ამ საკითხის შესახებად ჩვენ გვსურს დღეს გავამახვილოთ ყურადღება, თუ როგორ შეიძლება ესე იგი მათი აზრით, რომ თურმე ნებისმიერ ამხსარებლობაში ჩატარებული ნათლობა ითვლება ჭეშმარიტ ნათლობად, რამდენად შეესაბამება ეს ჭეშმარიტება. ცხადია, თუ მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად ღმერთთან უქნას შეადგენენ ერთ ეკლესიას და თანაბრად პასუხისმგებელნი არიან აი ამ საღვთო გადმოცემის ზუსტად დაცვაში, რასაც ვკითხულობ ჩვენ ბალამანდის შეთანხმებაში, აქედან გამომდინარეობს, რომ მართლმადიდებელმა და კათოლიკე სასულიერო მწყემსებმა ერთმანეთი ქრისტეს ჭეშმარიტ მწყემსებადაც უნდა აღიარონ, ასევე ეს გულისხმობს იმას, რომ საიდუმლოებები სამოციქულო გადმოცემისა და ამხსარებლობის აი ამ ურთიერთ აღიარებაც უნდა განხორციელდეს და აი ამ ბალამანდის უნიის შემდეგ უკვე გასაგები ხდება ბევრი რამ, რომ მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის მხრიდან იმ მართლმადიდებლებისა, რომლებიც აი ამ შეხედულებას იზიარებენ, ვატიკანის მეორე კრების ეს ნათლობის ღვთისმეტყველების აღიარება და რომლის თანახმადაც ეკლესიის გარეთ მწვალებელთა ნათლობა თურმე კანონიერად ითვლება, ახლა უკვე ნათლობა ხდება და ადგენს როგორც ჩანს ეკლესიის საზღვრებს და არა ეკლესია ნათლობის კანონებს. აი ეს პრინციპის შემოღება სურთ თანამედროვე ეკუმენისტებს და ქრისტიანები, რომლებიც ქრისტიანულ კონფესიაშიც არ უნდა მოინათლონ, თურმე ქრისტეს ეკლესიის წევრები ხდებიან და ამიტომ აი ამ ბალამანდის დოკუმენტში მართლმადიდებლობის მხრიდან არამართლმადიდებელთა უკვე მონათლა არის აკრძალული. და ვინაიდან ამტკიცებენ, რომ მართლმადიდებლობასა კათოლიციზმის ხსნელი მოქმედების თანასწორობისა და წმინდა საიდუმლოთა ჭეშმარიტება გააჩნიათ, ეს პუნქტები არაერთია მითითებული ვატიკანის მეორე კრებაზე და ბალამანდის დოკუმენტში, სადაც პირდაპირ ცალსახად საუბრობენ აი ამ მწვალებლური აზრის თეორიის შესახებ. მაგრამ მართლმადიდებლური დოგმატი ეკლესიის შესახებ ჩვენ სულ სხვა რამეს გვასწავლეს, რომ ქრისტეს ეკლესია არის ერთადერთი ადგილი სულიწმინდის მაცხოვნებელი მადლის მოქმედებისა, ანუ 7 საეკლესიო საიდუმლოს აღსრულებისა და ამას ცალსახად ადასტურებს საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო ბიულეტენები 1998 წლის, სადაც ვკითხულობ ჩვენ ცალსახად წერია, რომ ქრისტეს ეკლესიის გარეთ, ეს იმას ნიშნავს არამართლმადიდებლურ ეკლესიაში შესრულებული საიდუმლო ბრჭყალებში მის მიმღებთ ვერანაირად ვერ დააკავშირებს ჭეშმარიტ, ანუ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. შეუძლებელია ძმანუდადანო კათოლიკურ, მონოფიზიტურ, პროტესტანტულ ეკლესიებში შესრულებული ნათლობის შედეგად ადამიანი გახდეს მართლმადიდებელი, ანუ ქრისტეს ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესიის წევრი. ასევე შეუძლებელია ჭეშმარიტი ეკლესიის გარეთ შესრულებული ხელდასხმით, ანუ ქიროტონიით ადამიანმა
მიიღოს მადლი ღვთელ მოქმედებისა და ღვთელმსახურებისა. და მოციქულთა კანონები ამის შესახებ პირდაპირ გვაუწყებს და ესეც აუცილებლად უნდა იცოდეს ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა. თუ ეპისკოპოსი, ღვთელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს ღვთლობა. თუ ნებას მისცემს მათ ერეტიკოსებს, რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც ღვთელმა განიკვეთოს, თუ ეპისკოპოსმა ან ღვთელმა მიიღოს ერეტიკოსისაგან მონათლა ნათლისღებად, ან მის მიერ შეწირული მსხვერპლი, მის განკვეთას ვბრძანებთ, რადგან არა აქვს ქრისტეს საერთო ბელიართან, ანუ სატანასთან, ან არა აქვს საერთო, რა საერთო აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან. ესეთია დიდი ჯვრის კანონის, მოციქულთა კანონების 45-46 მუხლების შინაარსი და მოციქულთა 46 კანონის განმარტებაში ცნობილი კანონისტის ბალსამონისა და ზონარას დასკვნების შეჯერებით და მათზე დაყრდნობით, ასევე ავტორიტეტულმა კანონისტმა ნიკოდიმოს მილაშმა განაცხადა შემდეგი, რომ ეკლესიის სწავლების თანახმად თითეული მწვალებელი ეკლესიის გარეთ იმყოფება. ეკლესიის გარეთ არ არსებობს არც ჭეშმარიტი ქრისტიანული ნათლობა, არც ჭეშმარიტი ევქარისტიული მსხვერპლშეწირვა და საერთოდ არც ერთი წმინდა საიდუმლო. მოციქულთა ეს კანონები ეკლესიის სწავლებას წარმოადგენს და ეყრდნობა წმინდა წერილს, რომელიც არავითარ საერთოს არ უშვებს მართლმადიდებელი სარწმუნოების აღსარებელსა და მის წინააღმდეგ სწავლების გამავრცელებელს შორის. ჩვენ იგივე ვკითხულობთ მოციქულთა განწესებებშიც და ამასვე გვასწავლიან ჩვენ პირველი მამები, ეკლესიის მასწავლებლები, მაშასადამე მწვალებელს არა აქვთ არც ჭეშმარიტი ნათლობა წმინდადანო, არც ღვთელმსახურება და მართლმადიდებელი ეპისკოპოსი თუ ღვთელი, რომელიც ჭეშმარიტად მიიჩნევს მწვალებელთა მიერ შესრულებულ ნათლობას და რომელიმე სხვა ღვთისმსახურების ამ კანონის შესაბამისად, იგი უნდა დაისაჯოს ხარისხის აყრით, რადგან ასეთი მოქმედება მეტყველებს მისთავერ რწმენის არსის უცოდინარობაზე, ან იმაზე, რომ იგი თავად არის მიდრეკილი მწვალებლობისაკენ და ამიტომ იცავს მას. ორივე შემთხვევაში ის არ არის ღვთელმსახურის ხარისხის ღირსი, ესეთია წმინდა კანონთა ავტორიტეტის სიტყვა. ამრიგად ეკლესიას გააჩნია მკაცრად დადგენილი კანონიკური საზღვრები, რომლის შიგნითაც აღესრულება წმინდადანო ჭეშმარიტი საეკლესიო საიდუმლოებები. ხოლო სულიწმინდის მიერ გვეძლება და მიიღება მხოლოდ წმინდა საიდუმლოთა მეშვეობით, რომლებიც თვითუფალმა დააწესა მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდა მოციქულთა ხელით და ეს ყოველივე უფრო გასაგები რომ გახდეს ჩვენ წმინდა თეოფანი დაყუდებულის წერილს მოვიშველიებთ, სადაც ის წერს, რომ თვითუფალმა და მაცხოვარმა ნიკოდიმოსთან საუბარში ესეთი რამე თქვა, რომ ჯერას თქვენ და მეორე ჩობა. აქ იგი გულისხმობს ახალი ცხოვრებისათვის შობას და რა საშუალებაზე მიგვითითებს ღმერთთან ამ ურთიერთობის დასამყარებლად. თუ მან გვითხრა ესეთი რამ, რომ ოღონდ გწამდეს როგორც გინდა და როგორც გსურს და როგორც კი პირს დააღებ, უმალვე სულიწმინდა შემოვა შენში და განგაახლებს. ესეთი რამ არ წერია არსად, ხომ? არა, არ უთქვამს ესეთი რამ. და რაღა გვითხრა ჩვენ, უკვე თუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლა სასუფეველსა ღვთისასა. წყლისა და სულისაგან შობა არის წმინდადანო ნათლისღება, პირველი ქრისტიანული საიდუმლო, მაგრამ ხელახლა შობა მხოლოდ სულიწმინდის ნიჭის მიღების დატევნისა და დამარხვის უნარს გვაძლევს ჩვენს ბუნებას და თვით მიცემა კი ამ ნიჭისა, როგორც წმინდა ეკლესია გვასწავლის, ხდება სხვა საიდუმლოს, მირონცხების საიდუმლოს მეშვეობით, რომელიც პირველ საუკუნეებში მოციქულთა ხელდასხმის მეშვეობით ხორციელდებოდა და რომელსაც თანამედროვე ეკუმენისტ მოდერნისტები
უარყოფენ და როგორც წესი კათოლიკურ ეკლესიაში ეს საიდუმლო ფაქტიურად არ სრულდება. ამრიგად სულიწმინდის მადლი არ გვენიჭება ჩვენ გაურკვეველი ამხსარებლობების გამო, არამედ მხოლოდ მართალი რწმენის მეშვეობით, ხილულად წმინდა საიდუმლოთა მიღებით, რომლებიც თვითუფალმა დააწესა ეკლესიაში. და შესანიშნავად აყალიბებს ამას აი ამ არს ნათლისღებისა წმინდა იუსტინე პოპოვიჩიც მის სიტყვასაც მოусმინო ძმამდე დანო, რომ ნათლისღება წმინდა საიდუმლოა, რომელშიც ადამიანი ღმერთკაც ქრისტეს შეიმოსავს. მისი მეშვეობით კი ყველა წმინდა სამებასაც. წმინდა ნათლის მიმღები ამგვარად შეიმოსავს ქრისტეს, რომ ცხოვლად განიცდის მის სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომას. მონათლული მთლიანად სრული თავისი არსებით ეძლევა ქრისტეს და მთლიანად მიიღებს ქრისტეს ღვთაებას. შეიქმნება რა თანამ მოზიარე და თანამყოფი იესო ქრისტესი და ეკლესიის მიერ. ყოველივე ღმერთკაცობრივი მის კუთვნილებად იქცევა. ადამიანი ღმერთის მსგავსად და ხატად შექმნილი ასეთი გონიერი არსება სწორედ წმინდა ნათლისღების საიდუმლოში თავისი ცხოვრების მთელ მარადიულ მიზანს წვდება და იმას, რომ უნდა იცხოვროს უფალ იესო ქრისტეში, განუწყვეტლივ აღივსებოდეს თავისი ქრისტეს ღვთაებრივი ძალებით. და აი ეს არის სწორედ წმინდა ნათლის მიღების მომენტიდან იწყება ყოველი ქრისტიანის ცხოვრება ეკლესიაში და ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ მკაფიოდ და კარგად, რომ მის გარეშე, სწორედ რომ ნათლისღების დედა ეკლესიის წიაღში ნათლისღების გარეშე შეუძლებელია ცხონება. ამ დროიდან კვდება ძველი ადამიანი და იბადება ახალი, იგი უკვე მხოლოდ ნაწილობრივ ცხოვრობს ამ ქვეყნიურით და ემზადება უკვე უფლის შეწყნარებისთვის, უფალთან მიახლებისთვის, იმიტომ რომ კარგად იცის, რომ აი ამ დროებით ცხოვრებას ექმნება დასასრული და რომ უნდა წარდგეს ღვთის წინაშე, რომლის მიერაც არის ნათელღებული, რომლის ნათლისღების მეშვეობითაც განეყომა სასუფეველის კარი და ერთადერთი რაც სჭირდება მას, ეს არის მოღვაწეობა, სიწმინდით ცხოვრება, რათა დაიმკვიდროს მარადიული სასუფეველი ღვთისა. მაგრამ შეიძლება ითქვას იგივე აი ამ იმ ქრისტიანულ კონფესიების მისამართითაც, რომლებმაც უარყვეს ჯერ ესეთი ჭეშმარიტი ეკლესიის სწავლება, შემდეგ დაამახინჯეს ან უფრო მეტსაც ვიტყვით, საერთოდ უარყვეს ეკლესიის საიდუმლოებები, რასაც ვხედავ ჩვენ დამახინჯებას კათოლიკურ სამყაროში, ხოლო უარყოფას პროტესტანტულში და სექტანტურში და შეიძლება ამგვარი ნათლობის ღვთისმეტყველების თეორია ჩაითვალოს ძმანდადანო ნათლისღებად, ეს ხომ უდიდესი აბსურდია, უდიდესი მკრეხელობა, უდიდესი მწვალებლობა, სადაც არც ერთი კონფესია არ აპირებს თავისი მცდარი სწავლების გამოსწორებას და ჭეშმარიტ ეკლესიაში დაბრუნებას. პირიქით, ყველა აცხადებს, რომ თვითონ არის ჭეშმარიტების მარცვალი, რომ თითქოს და იქ ჩატარებული ნათლისღება უნდა ჩაითვალოს ნათლისღებად. არა ბატონებო, არავით არის ნათლისღებაზე საუბარი, მათთან არ შეიძლება. ეს არის ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის მტკიცე პოზიცია, რომელსაც ჩვენ უკუნისამდე დავიცავთ, ვიდრე ვართ ვსუნთქავთ და გვაქვს რწმენა ესეთი და ამგვარი. ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს მართლმადიდებლურ სულისკვეთებაში და ღირსეულად გამკლავდებოდეთ იმ ცრუ სწავლებებთან, რომლებიც უხვად მოედინება ჩვენი მისამართით, რომლებიც უცვლის ადამიანებს ცნობიერებას. დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს